მოგესალმებით. პარაკლისი უნდა წაიყვანოს მამა დავითმა. აბსოლუტური სიწყდარე იყოს, რომ მეუფეოზეცათა ლუგეშენის მცემელოს უგო ჭეშმარიტებისა, რომელი ყოველგან ხარ და ყოველსავე აღავსებ მალთა შევითა საუნჯეო კეთილთაო მომნიჭებელო ცხოვრებისაო, ოვე ჩვენ შორის დაწმიდან ჩვენ ყოვლისაგან ვიცისა და აცხოვრის სახიოს მამაო ჩვენო, რომელსაც სათაშინაც დაიყავ სახელი შენი, მოვედენ სუფევა შენი, იყავნება შენი ვიფერთა სათაშინა ეგრესა ქვეყანასაზე და ური ჩვენი აცხოვისა მომე ჩვენ დღესა მომიტავენ ჩვენ თანანადების ჩვენი ვიფერთა ჩვენ ვიფერთა სანამდე გამაჩვენ და ანუ შემიყვანეთ ჩვენ განსაცდელს არამედ ვიცნან ჩვენ მორუპისათა ყველას არ შემოკრებულებს სრულიად საქართველოს ყოველ მართლმადიდებელ ქრისტიანს ხელს მსოფლიოს გადააყალოს თავისი პარლამენტი ხალხი. მოვაწმინდა ღვთისმშობელმა დაგლოცოთ და გაგრძელოთ ჩვენ სრულიად საქართველოს და ყოველი მართლმადიდებელი ქრისტიანი. ამინ. რაც ასე ვაშფოთებს ყოველ ჩვენთაგანს წინააღმდეგობა როგორც ხელოვნური ვირუსის შემქმნელ პიროვნებებთან, ასევე იმ ადამიანებთან, ვინც ხელს უწყობენ ამ ხელოვნური ვირუსის მაქსიმალურად გავრცელებას ყველგან მსოფლიოში და ასევე მათ შორის საქართველოში. ასევე იმ უგუნურ რეგულაციებს, ეგრეთ წოდებულ რეგულაციებს, რომელიც თითქოს და ადამიანებს იცავს ამ ვირუსისაგან, ეს იქნება ნიღბების სახით, ეს იქნება ტესტირებების სახით, თუ ეს იქნება იძულებითი ვაქცინაციის სახით. იძულებითი ვაქცინაცია კი ეს უგუნური მოქმედება აღარ არის, ეს არის შეგნებული მიზანმიმართული ზეწოლა, ძალადობა ადამიანის ფუნდამენტურ უფლებაზე, იმპერატიულ უფლებაზე, რომელსაც ქვია თავისუფალი ნება. ამ ნებაზე მიმდინარეობს სწორედ ძალადობა უღმერთო უზრუნო ადამიანებისა, შეფუთული თითქოს და ჩვენს ჯანმრთელობაზე მზრუნველობაში. ეს არის დიდი სიცრუე და არ მოთხოვდეთ ამასთან დაკავშირებით. თქვენ გაქვთ თავისუფალი ნება, თქვენ გაქვთ უფლება, რომ არ მიიღოთ ის, რაც თქვენ გნებთ, როგორც სულიერად, ასევე ფიზიკური ჯანმრთელობის თვალსაზრისით. ამის სრული უფლება მოსილება გაქვთ თქვენ. იმავე კანონების მიხედვით, რომელიც შექმნეს ამ ეგრეთ წოდებულმა დემოკრატიულმა საზოგადოებამ. სწორედ ისინი ამბობენ, რომ არ შეიძლება ძალადობა ადამიანის თავისუფალ ნებაზე, არ შეიძლება იძულება ვაქცინაციაზე. ეს არის არაერთი ევროპული კონვენციის თუ სხვა საერთაშორისო კონვენციების დადგენილებები. ისინი თვითონ ამბობენ ამას, მაგრამ როგორც ხდება ყოველთვის და ყველგან არ ღვევენ თავიანთ შექმნილ კანონებსაც. მაგრამ ჩვენ გვაქვს უზენაესის ჭეშმარიტი ღმერთის კანონმდებლობა, რომ თავისუფალი ნება ადამიანის სახელს შეუხლებელია. მათ შეიძლება შეცვალონ კანონები, მაგრამ ღმერთი თავის კანონებს არ ცვლის. ასე რომ თითოეული ჩვენთაგანი გავმკიცდეთ რწმენაში უპირველეს ყოვლისა და დავიცვათ ჩვენი თავისუფალი ნებაც, ჩვენი საზოგადოებაც, რადგანაც ხელოვნურად მიმდინარეობს საზოგადოებაში დაპირისპირება. ამას აღვივებენ, აჩაღებენ, ამბობენ, აი თქვენ ხართ აცრილები, თქვენ აუცრელები და შეგნებულად ეს იქნება სოციალური ქსელის მეშვეობით თუ სხვადასხვა კონკრეტულ უწყებებში აღვივებენ დაპირისპირებას ადამიანებში. ვინც აიცრა, ისი ჩვენი ოჯახის წევრი, ისი ჩვენი ახლობელია, მან ვერ გაუძლო შეიძლება შიშის გამო, ფსიქოლოგიური წნეხის გამო, სამუშაოს დაკარგვის გამო და მივიდა და აიცრა. ჩვენ არ ვერჩით მათ პირიქით, ჩვენები არიან ისინი და ყოველთვის მხარში დაუდგებით. ჩვენ ვამხელთ მათ, ვინც აიძულებს მათ, რომ აიცრა და სხვადასხვა ეს უგუნური რეგულაციები შეასრულონ. მერთმა დაგლოცოთ და გაგოფხოთ, გაიხარეთ. საქართველოს სატანიზაციის გარეშე გავუმე! ვაქცინით და ტესტებით რევანშის გარეშე გავუმე! ქრისტიან შეკონით! გაიხარეთ. დიდი მადლობა შეგვერთებისათვის. მეგობრებო, თხოვთ ჩავზადეთ ცოტა ძირს, რადგანაც დინამიკია აქ და ჩემო საყურებელო მეგობრებო, გავაგრძელებ. ეს ორგანიზაცია, რომელიც მეომრებთან ერთად შევქმნი,
ეს არის ეროვნული ერთიანობის სათათბირო. ჩვენ უსაყვარელ ადამიანებს, რომელთაც მუხრჩაუხრელი შრომა გასწია დაახლოებით 2 წლის განმავლობაში. მე მინდა ისინი მოვიწვიო მიკროფონთან და კიდევ ერთხელ გამოხატო თავიანთი მიდგომა, რადგანაც დღეს საქართველო ისევ მსოფლიოს უერთდება კოვიდ ფაშიზმის წინააღმდეგ. არც ერთი ნაბიჯი, არც ერთი დათმობა არ იქნება, არც ერთი ნაბიჯი არ იქნება უკან გადადგმული. გამომსვლელებიდან მე მიკროფონთან მოვიხმოვდა ვთხოვ სამხედრო ექიმ ბატონ გიორგი ლილოაშვილს. დიდი მადლობა. მოგესალმებით სრულიად საქართველოს. მიხარია რომ ჩვენს ქვეყანაში მით უმეტეს ვიცით დღეს ამ მდგომარეობა არის, ტრანსპორტი არ არის და ამდენი ადამიანი მობრძანდით დღეს. მიუხედავად იმისა, რომ ასეთი გაჭირვება არის. მე მინდა აღვნიშნო პირდაპირ საქმეზე გადავიდე, იმიტომ რომ შეზღუდულები ვართ დროში. დროში ჩვენ შევიზღუდეთ გარკვეულწილად თავი, რომ სულ ყველა საქმის არიან მოსულები, ყველა სურს რომ გამოვიდეს თუნდაც 2 სიტყვით. თითოეული ადამიანი, რომელიც რაიონებიდან ჩამოხვედით და გვინდა რომ მოგეცეთ ამის საშუალება 2 სიტყვით მიმართოთ საზოგადოებას. მე თავარს ვიტყვი ახლა, რაც არის უმთავრესი, რაზეც აპელირებ ჩვენი ხელისუფლება, რომ ეპიდემია გვაქვს და პანდემია და დაიქცა მთელი მსოფლიო. მე მოკლედ გეტყვით, როდესაც პანდემია ცხადდება, მანამდე უნდა იყოს ეპიდემიები გამოცხადებული. დედამიწის ზურგზე არც ერთ სახელმწიფოში არ არის ეპიდემია გამოცხადებული. როგორ გამოაცხადეს პანდემია თუ არაა ეპიდემია? ლოგიკურია მე მგონი ეს ყველაფერი. და როდესაც ჩვენ გვითხრეს რომ არიქა პანდემიაა და მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ პანდემია გამოგვიცხადა, ჩდება შეკითხვა, ჯერ პანდემია ცხადდება თუ ჯერ ეპიდემია ცხადდება? მერე და ვის გაუგია ეპიდემიების და პანდემიების დროს ვაქცინაციის ჩატარება? ან ვის გაუგია დაავადებულ ადამიანს თუნდაც ხუზე ააკრა ეს პირბადე და უთხრა რომ არის სუნთქო? ან და ჯანმრთელ ადამიანს უთხრა არის სუნთქო? პირველი წამალი არის ჟანგბადი. სამონტყოფოში როდესაც ხდება ადამიანი აწვდიან ჟანგბადს და ჟანგბადის მეშვეობით მკურნალობით და ბუნებრივად შეგვიძლია ვისუნთქოთ და ამასაც ვიკრძალავენ. გვეუბნებიან ნებაყოფილობითი არისო. როგორაა ნებაყოფილობითი? 2 დღის წინ ბორკილები დამადეს და ციხეში ჩამსვეს იმის გულის რომ პირბადი არ მეკეთა. ჩვენ წარმოიდგინეთ ახლა ამასთან დაკავშირებით, როდესაც საუბრობ გინდა თუ არა ვაქცინა უნდა გაგიკეთოთო. თუ არ მინდა ეს ვაქცინა გავიკეთოთ, მე არ ვარ ანტივაქსერი. როდესაც საუბრობ რომ ვაქცინა მსოფლიო გადაარჩინა, ის სხვა მოვლენა იყო და დღეს უკვე გენეტიკურ პრობლემებს გვიქმნის ეს ეგრეთ წოდებული ვაქცინა. ანუ ჩვენი ქართული გენის გადაჯიშება ხდება, გენეტიკურ ცვლილებებს გამოიწვევს ორგანიზმში. თან ამავე დროს ეს ვაქცინა ეგრეთ წოდებული ვაქცინა უკვე მოძველებული არის. თუ ალფა შტამზე შექმნეს ეს ვაქცინა დელტა შტამზე როგორ უკურნალებს? ანუ ზაპოროჟეს რომ მერსედესის ძრავი ჩაუდგა ზუსტად აი უხეში შეფასება. ამავე დროს ხაზი მინდა გაუსვა რომ სამონტყოფოებში იმის მაგივრად რომ ექიმების რაოდენობა გაეზარდა შეამცირეს. მედპერსონალი არ ყოფნით, გაშალეს საველე გოსპიტლები, არ ყავთ სამხედრო ექიმები. სამხედრო ექიმის სტატუსი საერთოდ გაუქმებულია. გუშინ გამოაცხადეს რომ ზედმეტი ახლა ის საველე გოსპიტალიო და უნდა ავშალოთ. თქვენ რა დაგვრჩენით? ჩვენ მოვითხოვთ რომ შედგეს დიალოგი, მოვიდნენ აი ის მომხრეები ვიც არიან ტელევიზიით რომ მოძღვრავენ, არა სპეციალისტები და გვეუბნებიან გინდა თუ არა უნდა აიცრათო. და დავსხდეთ ვიც მოწინააღმდეგე ვართ და ვიც არის მომხრე. და დიალოგი გაიმართოს ამასთან დაკავშირებით და მოხდეს საზოგადოების მიერ განსჯა და არა ის უშუალო რეკლამირება, რაც ხდება ცალსახად ჩვენი ტელევიზიების მიერ და მე ხაზი მინდა გაუსვა 7000 კაცს რო გვიცხადებთ გარდაცვლილებს, აი მათი სულები, მათი გარდაცვალებია ფაქტიურად იმ ტელევიზიების ბრალია, რომლებიც არ გვაძლევენ ჩვენ საშუალებას
გამოვიდეთ ეთერში და მოსახლეობას სიმართლე დავანახოთ. ეს არის ზუსტად ის ფსიქოლოგიური ტერორი, რასაც აწარმოებს მასმედიის საშუალებით ის ძალები, ვისაც უნდა ქართველი ხალხის და ქართველი ერის გენოციდი. ამაში არის საქმე. და ამიტომ კიდე მოუწოდებ სრულიად საქართველოს ეს აქციები არ გაჩერდება. ეს კვლავ გაიმართება, გაგრძელდება მანამ სანამ საბოლოო პასუხი არ დაესმება ყველა შეკითხვას და არ დაიწყება გამოძიება საზოგადოების წევრების ჩართულობით. სხვანაირად ეს საქმე არ უნდა დასრულდეს. ამიტომ ყველას გთხოვთ, მიაწვდინოთ ხმა ყველას იმისათვის, რომ ერთად დავდგეთ ვაქცინირებულსაც და არავაქცინირებულსაც. იმიტომ რომ დღეს ჩვენ ყველას ერთი პრობლემა გვაქვს. სამწუხაროა ის გარემოება, რომ იმ ვაქცინირებულებს დღეს მათი უფლებები შეილახა. როდესაც მათ არ გააცნეს ის უფლებები, რაც ჰქონდათ მათ. თუნდაც ის რომ გაცნობოდნენ თუ რას არ წინასწარ მინისტრის ბრძანება არის, ჯანდაცვის მინისტრის ბრძანება 26 შეკითხვა, რომელსაც პასუხი უნდა გასცენ. ამავე დროს ბოლოში პირდაპირ ხელს აწერიებენ ვაქცინირებულებს, რომ პასუხისმგებლობას იღებთ ამ ვაქცინაციაზე უშუალოდ თქვენ პირადად. აიღოს სახელმწიფომ ვალდებულება ქართულების შემთხვევაში პასუხისმგებელი იყოს მათ წინაშე, ან იმ წარმოებელმა კომპანიამ. რატო არ იღებენ? იმიტომ არ იღებენ, რომ იციან, რაც მოყვება ამას და ექსპერიმენტი ტარდება. უამრავი შემთხვევა არის. უამრავი შემთხვევაა და უამრავი ადამიანია გარდაცვლილი ვაქცინირებული. მათ შორის ერთჯერ ვაქცინირებულიც და ორჯერ ვაქცინირებულებიც. თქვენ თუ დააკვირდებით, რაც გაიზარდა ვაქცინირებულთა რაოდენობა, მით უფრო გაიზარდა სიკვდილიანობის მაჩვენებელი. ლოგიკურია. მე კიდევ ვიმეორებ, დროში ვარ შეზღუდული და დავასრულებ მე ჩემს სიტყვას და მოგიწოდებთ, რომ მაქსიმალურად გავამხილოთ ჩვენი მოქალაქეები ყურადღებით იყვნენ. მე ახლა არ ვიტყვი, რომ მაინდა-მაინც თქვენი არჩევანია, მაგრამ სანამ ვაქცინას გაიკეთებთ, მანამდე გაერკვიეთ რასთან გვაქვს საქმე და თვითონ მიიღეთ გადაწყვეტილება. ძალდატანების შემთხვევაში დაგვიკავშირდით, თქვენ გვერდში ვდგავართ, ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ თქვენი უფლებები დაცული იყოს. მაქსიმალურად შევეცდებით ამას და ერთად დგომით ჩვენ ყველაფერს შევძლებთ. დიდი მადლობა. საყვარელო მეგობრებო, ჩვენ რიგებში აქ რომელიც წარმოადგენია მამაოების სახით, არიან ძალიან განათლებული ხალხი, არიან მათ შორის ექიმებიც. მე ვთხოვ ბატონ დეკანოს დავით ნასურაშვილს მოვიდეს და ორი სიტყვით გითხრას და მიმართოს ჩვენ შეკრებილ საზოგადოებას. ორიოდე წუთით შეგაწყვეტეთ და მოსმენას თხოვთ ჩვენ წმინდა მართლმადიდებელი ეკლესია მოგიწოდებთ იმისკენ, რაც ნამდვილად ვიცით. აღსარებისკენ, ზიარებისკენ, მადლიანი და მადლმოსილი ცხოვრებისკენ, რომლის გარეშეც ადამიანი ვერც აქ დედამიწაზე იღებს მადლს და ვერც აქედან გასვლის შემდეგ გადაურჩება ჯოჯოხეთს. მაგრამ თქვენ მიმართავ ადამიანებს ვიწინააღმდეგაც ეს პლაკატებია გამოგროლეთ, მოგიწოდებთ იმისკენ, რაც არ იცით. არც ვირუსი გამოგიყვიათ და მასზე გიმუშავიათ, არც ვაქცინა ჩამოგიყალიბებიათ და არ დაგიმუშავებიათ და არ გამოგიცდიათ და ჩვენზე კიდევ რომ დაამუშავებთ. ამ ექსპერიმენტის მონაწილეება გვაქვს. ადამიანები, რომლებსაც ჩვენ არ მივანიჭებთ იმას, რადგან წინ წარმოადგენენ სასულიერო პირებს გულისხმობთ. და როგორც ჩვეულებრივ ადამიანებს, როგორც ორგანიზაციებს, ასე მივმართავთ და ასე ვუყურებთ ეკლესიას. და მხოლოდ განკითხვის რეჟიმში ვდგებართ მათთან. რა თქმა უნდა, ეს ადამიანები ვერასოდეს ვერ გაიგებენ იმას, რა გულისწყებილით მიმართავთ ჩვენ, თუნდაც ვაქცინაციასთან დაკავშირებით. რაც შეეხება თავად ვაქცინას და ვაქცინაციას და მის სავალდებულოებას. ჩვენ შვილებს და ჩვენც ასე ვართ აწრლები. სრიდით თქვა წითელა, წითურა, ყმაყურა და ასე შემდეგ. და რატომ მოკეთებდით ამ აწლებს? იმიტომ, რომ ისინი დაზღვეული ყოფილიყვენ იმ დაავადებებისაგან, რომელთა საწინააღმდეგო ვაქცინასაც ვაძლევთ გამოვშვით. ჩვენ სამ კითხვას. დღეს რომ გავიკეთოთ ჩვენ ანტიკოვიდ ვაქცინა.
ვარ თუ არა დაზღვეულები იმისაგან, რომ აღარ შეხვდება COVID. ვარ თუ არა დაზღვეული იმისაგან, რომ შეხვდეს, რომ ეს კონტაგიოზურობა აღარ იქნება, არ გადაეცემა ადამიანი და ადამიანს. არც ამისგან არ ვარ დაზღვეული. ვარ თუ არა იმის გვექნება თუ არა ჩვენ თქვათ მყარი იმუნიტეტი. არც ამის გარანტიას არ გვაძლევს არავინ. და აბა რატომ უნდა გავიკეთო ვაქცინა? აი ეგ ჩვენ ხედავთ ბოლო 2 დღის განმავლობაში 2 ცნობილი ადამიანი გარდაიცვალა. ერთი ჩემი პედაგოგი დეკანოზი მამა აკაკი მეგრელიშვილი, რომელიც ორჯერადად ვაქცინირებული იყო, მეორე თუარსტების ესტაფონის მთავარი ქირურგი, რომელიც ასევე ვაქცინირებული იყო. ორივე მათგანს დაემართა კიდევ დაინფიცირდა COVID დაემართა და ორივე მათგანი გარდაიცვალა. თუ ჩვენ იმას გეუბნებიან, რომ ეს ვაქცინა იცავს ადამიანს გარდაცვალებისგან, ფაქტი სხვა რომ ეს გეუბნები. და თუ მაინც და მაინც იმას საუბრობ, რომ მე რომ არ გარდავიცვალო, რომ დაემართება, უკაცრავად დედამიწაზე ერთადერთი საკუთარი სხეული იყო გვინდა რომ მოგემდებარებოდეს და აი ეს მაინც დაადებოდა ადამიანს. რომ თვითონ მიხედოს, თავად გადაწყვიტოს ადამიანმა, უნდა თუ არა გაკეთება. თუ კი იმაზე ვიღებთ პასუხისმგებლობას ჩვენ, ხოლო ჩვენ, რომ ავიცვათ, არა სახელმწიფო, არა ვაქცინის მწარმოებელი, ხოდ ადამიანი, რომელიც იცრება. მაშინ პასუხისმგებლობა ჩვენივე ჯანმრთელობაზე, ჩვენივე გარდაცვალება არ გარდაცვალებაზე უნდა ავიღოთ ჩვენ და არა სხვა. კიდევ ერთი საკითხი, აქ წერია რომელიღაც პლაკატზე, რომ არა COVID ფაშიზმს. ერთ-ერთმა ექიმმა და ჩვენ ამ თემაზე ვთქვით და კიდევ მინდა გავიმეორო, ეს არის კოლუმბეგოვი. მოითხოვა ის, რომ თუ კი ვინმე ჯანმოსაწინააღმდეგო პოზიციას დააფიქსირებს, იქ სისხლის სამართლის რომელიღაც მუხლი მოიხმო. აი მუხლით და დავისაჯოთ თურმე ჩვენ, აი ისახავართ ყველა, ვინ საწინააღმდეგო პოზიციას გამოვხატოთ. ამას არანაკლები ამაზე ისაუბრა გამყრელიძემაც. რომ თურმე მოღალატეები ვარ და ასე ვარ და ეს არის ფაშიზმი. დღეს როდესაც ყველაფერზე მიუწვდება ადამიანს ხელი და მაინც COVID-ზე და მის საწინააღმდეგო ეგრეთ წოდებულ ვაქცინაზე არის ინფორმაცია დახშული, რეალური ინფორმაცია. ეს რას ნიშნავს თქვენ თავად გაგაცნობთ. ამიტომაც ვამბობ და ამიტომაც გთხოვთ, რომ პირველ რიგში ილოცეთ და ევედრეთ ღმერთს. თვალებზევით კი არ აიწიოთ პირბადე. იმედი გქონდეთ არა პირბადის და არა ვაქცინის, არამედ ღმერთის და მის მიერ მოცემული ეკლესიის, რომლის მორჩილებითაც გადარჩებით და წვდით. ღმერთმა დაგლოცოთ და გაგო. ჩვენ სანამბრებ ბრძოლს, ჩვენ საყვარელ ადამიანს, უჯრედის ბიოლოგს ბატონ ზვიად გოგიაშვილს. მოგესალმებით მეგობრებო, კიდევ ერთხელ ყველას გიხდით დიდ მადლობას აქ მოსვლისთვის, ვინაიდან დღეს, როდესაც ასეთ პირობებში ჩაყვარეს, როდესაც არ არის ტრანსპორტი, როდესაც გადაადგილება არის შეზღუდული და განგებარი ეს ყველაფერი გაკეთებული, მაინც მოახერხეთ და მოხვედით. მე ახლა ბევრჯერ ვარ ასეთ მიტინგზეც გამოსული, მუდმივად ჩემს Facebook ვებზე ვაქვეყნებ ლაივებს და აღარ შევუდგები იმ დეტალებზე საუბარს, რაც დაკავშირებული არის ამ ვაქცინების საფრთხეებთან. ერთადერთს იმას ვიტყვი, რომ ჩვენ გვჭირდება ერთობა, ჩვენ გვჭირდება გაერთიანება, არ აქვს მნიშვნელობა დღეს ჩვენ ვართ ვაქცინირებულები თუ არა ვართ ვაქცინირებულები. თავარი არის ჩვენი თავისუფლების დაცვა შევძლოთ. ვინაიდან როგორც ჩვენ ჩემს წინ გამოსვლელმა მამებმა ბრძანეს, ეს უფლება ჩვენთვის სახელმწიფოს არ მოუნიჭებია. თავისუფლად იბადება ადამიანი და ეს შემდეგ საერთაშორისო დოკუმენტებში აისახა ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციაში. დაბადებიდან ჩვენ ვართ თავისუფლები და არავის არ აქვს უფლება ეს თავისუფლება წაგვართვას. დღეს არის მცდელობა, რომ სამედიცინო ასე ვთქვათ საფრთხეების მოშველიებით დაგვაწმუნონ, რომ სახელმწიფოს თუ მის ცალკეულ ჩინოვნიკებს უფრო მეტი მზრუნველობის გამოჩენა შეუძლია ჩვენზე, უფრო კარგად იციან ჩვენთვის რა არის უკეთესი, ვიდრე ჩვენ შეგვიძლია განსაზღვროთ. ეს არ არის ასე, ეს არის ტყუილი. ამიტომ ყველას მოგიწოდებთ, არა გვერდზე გადავდოთ უბრალოდ ვაქცინაციის თემა, რამდენად კარგია თუ ცუდია.
და პირველ ადგილას დავაყენოთ ჩვენ თავისუფლების იდეა. იმიტომ რომ ჩვენ თუ დავკარგავთ თავისუფლებას, ჩვენ სიცოცხლეს არანაირი აზრი არ აქვს. მონა არ არის თავისი სიცოცხლის გამკარგველი. მის სიცოცხლეს განკარგავს ის ფლობელი, მონათფლობელი, რომელსაც შეუძლია როგორც ნივთს ისე მოექცეს. და ჩვენ ზუსტად აი ამ საშიშროების წინაშე ვდგავართ დღეს. როდესაც თითოეული აცრილი იღებს გარკვეულ QR კოდს, სადაც ჩაკოდირებულია მასზე სრული ინფორმაცია, თქვენ არ გეგონოთ რომ რაღაცა მხოლოდ ერთი ნომერია მინიჭებული, არა ბატონებო. QR კოდი სპეციალად არის შერჩეული იმისთვის, ამას უკვე გეუბნებით როგორც მეორე პროფესიის, როგორც IT სფეროს წარმომადგენელი, მეორე პროფესია ჩემი გახლავთ პროგრამირება. QR კოდში შეიძლება ჩაიწეროს თქვენი დაბადების თარიღიდან დაწყებული, თქვენი სამედიცინო ისტორიით დამთავრებული ყველაფერი. ამიტომ ნურავი ნუმოტყუდება, რომ ეს QR კოდი, რომელიც ჩვენ გენიჭერა, მხოლოდ რაღაცა რიცხვით სიმბოლოს აღნიშნავს. არა ბატონო. ჩვენ ყველა აღრიცხულები ვიქნებით. და ეს აღრიცხვა არ იქნება უბრალოდ აღრიცხვა. ეს იქნება გარკვეული ტიპის მართვა, რომელსაც ჩვენ ვეღარ მოვერევით. ჩვენ მთლიანად დამოკიდებული გავხდებით, როცა ჩვენი სიცოცხლის უფლების განსაზღვრელი იქნება COVID პასპორტი. თქვენ მიიღებთ თუ არა სამედიცინო მომსახურებას, დადგინდება იმით, თქვენ ხართ თუ არა ვაქცინირებული. აქ უკვე საერთოდ აღარ არის ვაქცინაციაზე საუბარი. აქ ლაპარაკია ჩვენს ფუნდამენტურ უფლებაზე, რომ ვიარსებოთ. ეს უნდა გაიაზროს უყველა ვაქცინირებულმას და არავაქცინირებულმას და გეტყვით რატომ? აი დაუშვათ ვაქცინირებული ორჯერადად. თუ იტყვის უარს ბუსტერ ვაქცინის გაკეთებაზე, ისრაელში ასია. მას უხსნიან COVID პასპორტის რეგისტრაციას. ანუ თქვენ უკვე აღარ ეკუთვნით თქვენ თავს. ორჯერ აიცერი, ვალდებული ხარ მესამედაც აიცრა. თუ არა და შენ ის შეღავათები, რომელიც მოგცა მწვანე პასპორტმა ეგრეთ წოდებულმა, აღარ გექნება. ამიტომ ყველამ გაიაზროს, არა აქ აქვს მნიშვნელობა დღეს აცრილი ადამიანი თუ არ არის აცრილი. აქ ლაპარაკი იმაზე არ არის თქვენ ჯანმრთელობას დაემუქრება თუ არა, ეს კიდე ცალკე განსხვავების თემაა და ამაზე სამეცნიერო დებატები მიდის და უამრავი მასალები იდება, რომ უაღრესად საშიშია ეს ვაქცინები, მაგრამ კიდევ ერთხელ გავიმეორებ, აქ ლაპარაკია ადამიანის ფუნდამენტურ უფლებაზე, რომელიც მას დაბადებიდან გააჩნია და არავის არ აქვს უფლება, რომ ის წაართვას. ეს არის სიცოცხლის, ჯანმრთელობის და ამორის განკარგვის უფლება, ინდივიდუალური უფლება, რომელიც არ შეიძლება იყოს კოლექტიურად მართული. და დღეს გვეუბნებიან, შენ უნდა აიცრა, იმისთვის რომ საზოგადოება გადაარჩინო. ამ დროს ტყუილია ეს, უბრალოდ ტყუილია. ვერ გადაარჩენს, ვერან თუნდაც იმ ფაქტებიდან გამომდინარე, რომ დელტა შტამი ვრცელდება როგორც აცრილებში და აუცრელებში თანაბრად. აი ეს ტყუილი გამოაშკარავდა და უკვე სრულიად გაქარწყლებულია. მე ძალიან გულიმწყდება, რომ აქ შეიძლება ბევრად მეტი ადამიანი ყოფილიყო, არა მხოლოდ ტრანსპორტის შეზღუდვების გამო, არამედ იმ დაბნეულობის გამო, რომელიც დაანონსებულმა აქციებმა, მიჯრით დაანონსებულმა აქციებმა გამოიწვია, მე არ შემიძლია რომ ესა ვთქვა, არ გამოვეხმაურა ამას. მე კიდევ ერთხელ ვაფიქსირებ, ჩვენი ჯგუფი, რომელსაც მე თავიდანვე წარმოვადგენდი, არავის არაზროს, არავის წინააღმდეგი არ წასულა. პირიქით, ჩვენ 17 აგვისტოს მისულები ვიყავით იმ ოფისში, სადაც შედგა ცდელობა იყო, რომ კოალიციური რაღაცა გაერთიანება შემდგარიყო. მე, თინათინ გოცაძე და ლევან შვიკვაძე ვიყავით იმ ოფისში მისული და გარკვეული შეთანხმებებიც იყო მიღწეული. მაგრამ ეს შეთანხმებები სამწუხაროდ ვერ შესრულდა. მე აღარ გავაგრძელებ ამას, ყველამ ძალიან კარგად იცოდეს და თავის გულში ჩაიხედოს. რაზეა აქ ლაპარაკი? კიდევ ერთხელ გადაგიხდით მადლობას და ვიმედოვნებ, რომ ჩვენი ბრძოლა შედეგს გამოიღებს, ხალხი გამოერკვევა და ბევრად მეტი ადამიანი დადგება აქ და არა მხოლოდ აქ, იმიტომ რომ აქ დგომას მხოლოდ აზრი არ აქვს. ჩვენ უნდა ცოტა სხვა გეგმა დავსახოთ, თუ როგორ უნდა ვიმოქმედოთ მომავალში და როდესაც ეს გეგმა გამოცხადდება და გამომჟღავდება, ვიმედოვნებ, კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ ბევრად მეტი ადამიანი გამოიჩენს სიმტკიცეს პირველ რიგში, იმიტომ რომ შიშის ფაქტორი მოქმედებს ყველაზე მეტად დღეს საქართველოში. ვეშინია ყველაფრის დაწყებული ვირუსიდან დამთავრებული ხელისუფლებით. აი ამ შიშს თუ დავძლევთ ჩვენ, ბევრად მეც მივახცევთ, ვიდრე წარმოგვიდგენია.
დიდი მადლობა ყურადღებისთვის. მოგესალმებით. ვინაიდან უარს ვამბობდი გამოსვლაზე, რადგანაც იყვნენ მამები გამოსულები, ამასთან დაკავშირებით თქვენს რომ ადამიანს თავისუფალი ნება გააჩნია იმპერატიული უფლება და ამის გათელვის უფლება არავის არ აქვს ქვეყანაზე, რადგანაც ღმერთმა მიანიჭა ადამიანს თავისუფალი ნება ხატა და მსგავსად შექმნა ღმერთმა ადამიანი. მე მინდა დაუბრუნდე წარსულს დაახლოებით წელიწად ნახევრის წინ, უბრალოდ რომ გავიხსენოთ როგორ დაიწყო პანდემია. ენტონი ფაუჩიმ, ამერიკის შეერთებული შტატების მთავარმა ინფექციონისტმა $3,700,000 გაუგზავნა უხანის მეოთხე ლაბორატორიას, რომელიც COVID ვაქცინით კვალიფიცირდება, ანუ ლაბორატორიაა COVID-ის და სულ ცოტა ხანში გამოვიდა სწორედ უხანიდან ეს ვირუსი და ძალიან მალე სანამ ევროპას მოედებოდა, მანამდე გამოაცხადეს პანდემია. პანდემიის განსაზღვრება, როგორც ამბობენ მეცნიერები, უნდა იყოს მაჩვენებელი მოსახლეობისა 5% დაინფიცირებული. ჯერ უნდა გამოცხადდეს ეპიდემია, მერე პანდემია. 2015-16 წლებში ჯერ კიდე ღორის გრიპი, ქათმის გრიპები რო იყო, მაშინაც გამოცხადა პანდემია, მაგრამ არ გაამართლა. რადგანაც გადადების სიხშირე არ ქონდა ისეთი, როგორიც უნდა ყოფილიყო. 2020 წელში გამოაცხადეს პანდემია და თქვენს რომ ეს არის მკვლელი ვირუსი და ამიტომ უნდა მოხდეს გამოგონება ვაქცინისა. გამოიგონეს ეს ვაქცინა. და რას ხედავთ? ვაქცინის შემდეგ, გამოგონების შემდეგ, არა ის რომ ინფორმაცია სწორი მიაწოდონ ადამიანებს, რომ რა არის ეს, რომ ეს არის ეპიდკვლევა. არავინ არ ეუბნება ამას, ეუბნებიან რომ არავითარი გვერდითი მოვლენები არ გააჩნია ამას. ეს არის გამყრელიძის მორიგი ტყვილი და ასევე კულუმბეგოვის, რომლებიც ადამიანებს ატყუებენ პირდაპირ. ერთ-ერთი ესეთი ქადაგება ჩავწერეთ YouTube-ზე დევს, სადაც აი ამ დოკუმენტს COVID რეგულაციების შესახებ, რომელიც მინისტრის ხელმოწერით არის ტიკარაძესი, სადაც წერია ადამიანი ხელს აწერს რაზე? ვათვიცნობიერებ ყველა იმ რისკებს COVID ვაქცინაციასთან დაკავშირებით, ეს არის A პუნქტი და შემდეგ. და მეორე B პუნქტი, ინფორმირებული ვარ ყველა გვერდითი მოვლენების შესახებ და ვაცხადებ თანხმობას და ხელს ვაწერ. ანუ პასუხისმგებელი ხარ შენ. როგორ არის ინფორმირებული გვერდითი მოვლენების შესახებ? ვინმე მუთხრა? რამოდენიმე ადამიანს ვკითხე, რაზე მოაწერე ხელი? არ ვიცი. დაგისვეს კითხვები, განსაკუთრებულად რეგიონებში. აი ეს კითხვები ვანახე. ხომ არ გადაგიტანიათ ეს სინდრომი, ეს და ასე შემდეგ. და სხვათა შორის ერთ-ერთ კითხვაში წერია, რომ არ შეიძლება მეძუძურ დედაზე და ორსულზე გაკეთდეს კათიშულია. ორსულზე გაკეთდეს AstraZeneca-ს, Sinopharm-ის და Sinovac-ის ვაქცინა. ვინმე ეკითხება ამას? და შემდეგ, რატომ არ აძლევენ ინფორმაციას, რა გვერდითი მოვლენები აქვს ამას და რატო არ აძლევენ ადამიანს გადაწყვეტილების საშუალებას, უნდა თუ არ უნდა. შემდეგ ცხრილში, როგორც მახსოვს, მესამე ცხრილია წერია, რომ ყოველთვიური მონიტორინგი უნდა ჩატარდეს ადამიანებზე, ვინც აიცრა და წერია პირველ გრაფაში გვერდითი მოვლენები, მეორე გრაფაში გამოჯამრთელდა თუ არ გამოჯამრთელდა გარკვეული ნარჩენებით, შემდეგ არ გამოჯამრთელდა და ბოლოში სიკვდილი. ანუ უნდა მოხდეს ცხრილი აღრიცხვა ადამიანებისა, თუ როგორ ტარდება ეს COVID კვლევა, ეპიდემიოლოგიური კვლევა. მაგრამ
როგორც გითხრეს, ამასაც არ აწარმოებენ. ანუ ადამიანებს არ ეუბნებიან, რომ ეს არის ჩვეულებრივი ექსპერიმენტალური წამლები. და სოციალურ ქსელებში სხვათა შორის დებენ, რომ თურმე Pfizer-მა დაამტკიცა. რო ვკითხებთ ჩემს ნათესავს, რა დაამტკიცა? როგორ შეიძლება დაამტკიცოს, როდესაც კვლევები არ აქვს გავლილი, სამედიცინო კვლევების შესაბამისი წესებით არ აქვს გავლილი აი ამ ვაქცინებს. როგორ შეიძლება რომ რეგისტრაცია მოხდეს აი ამ წამლების? და მე თვითონ აუხსები, რომ კი არ არის დამტკიცებული, ავტორიზაცია აქვს მინიჭებული, რაც ნიშნავს, რომ კვლევისათვის მიენიჭა უფლება. ანუ ზღვარი დაიწია 12 წლიდან. აი წარმოიდგინეთ, თავიდან ამბობდნენ, რომ მოწყვლადი ჯგუფი უნდა აიცრას, შემდეგ დაწიეს ასაკობრივი ზღვარი, შუასაკი, შემდეგ 18 წელი, 16 წელი, ეხლა 12 წელი და ცოტა ხანში 3 წელსაც იტყვიან, მე მგონი თქვენს კიდევაც უკვე. თავიდანვე რო ეთქვათ, 3 წლიდან უნდა დაიწყოს აცრები, ძალიან დიდი პროტესტი მოყვებოდა. მაგრამ ეს პროტესტი ჩახშობილია, იცით რატომ? უნდა გამოვთოთ ტელევიზორები და ჩავთოთ ტვინები. ადამიანი, რომელიც ზომბირდება აი ამ ტელევიზიის მეშვეობით, რა მეშველება სამსახურიდან თუ გამიშვებენ და საერთოდ დავიწყებულა. ღმერთი მესამე ხარისხზე არის გადატანილი. გავიხსენოთ ჩვენმა წინაპრებმა როგორ გაზარდეს 9-8 შვილები. რა ქონდათ მათ? ჭადზე, ლობიოზე, აი ესე გაზარდეს და ღმერთის იმედი ქონდათ. და თუ ჩვენ ღმერთის იმედს დავკარგავთ, სასოებას ღვთისა, სამსახურსაც დავკარგავთ, სამშობლოსაც დავკარგავთ, საკუთარ სხეულსაც დავკარგავთ, გულისხმობ ფიზიკურ სიკვდილს და რაც თავარია, სულის ცხოვრებასაც დავკარგავთ. ამიტომ კიდევ ეს გეტყვით, რომ სიტყვის თავისუფლება როდის დაიწყო? სიტყვის თავისუფლების პროპაგანდა როდის დაიწყო? მაშინ, როდესაც ებრძოდნენ ეკლესიას, ებრძოდნენ ღირსებას, ზნეობას, მაგრამ სად არის სიტყვის თავისუფლება? ეხლა იცით რას ამბობენ? როდესაც უზნეობა უკვე დაინერგება და მიეცემა მსვლელობა, ყოველივე გაუკუღმართება, თუ რამე შეიძლება, მაშინ სიტყვის თავისუფლება აკრძალულია. განსხვავებული აზრი რატომ არ ისმის ტელეეთერებიდან? არ არის განსხვავებული აზრი? საფრანგეთში 5 მილიონი ადამიანი რო გამოვიდა 20 ქალაქში, რატომ არ აღჟღერებენ ამას? იმ მეცნიერებს რატომ ბლოკავენ სოციალური ქსელები და ფეიქ ნიუსებს რატო აწერენ? თუ არ არის დიქტატურა მსოფლიო მასშტაბით? სად არის სიტყვის თავისუფლება? ამიტომ თითოეულმა ადამიანმა უნდა დაიცვას თავისი უფლება, თავისი თავისუფლება. თავისუფლება ყოველთვის ბრძოლით მოიპოვება. ამიტომ ვისაც არ ეშინია სიკვდილი გაურბის მას, ვერც სამსახურს, არც სამსახურს არ დაკარგავ და უფრო კარგი სამსახურის გექნება და უფრო წარიმართება შენი ცხოვრება, თუ ესე მოიქცევით. თუ ჩირგვებში დავიმალებით, ყველაფერს ერთმა დაგლოცოთ და გაკურთხოთ. მოგესალმებით, მეგობრებო. მადლობას მოგახსენებთ მობრძანებისთვის, თითოეულ თქვენგანს დღეს აქ დგომისთვის. მე დიდხანს არ შეგაწყენთ თავს. გეტყვით მხოლოდ ერთს, რომ ჩვენი ერთობით აუცილებლად დავამარცხებთ ამ კოვიდ ფაშიზმს. ეს ფაშიზმია ნამდვილად. იმიტომ რომ იძულება, ტერორი, დაშინება, დისკრიმინაცია არ ჯდება სხვა ჩარჩოებში. მხოლოდ და მხოლოდ კოვიდ ფაშიზმის ელემენტებია. და ჩვენ სამწუხაროდ ამ წელიწად ნახევრის განმავლობაში ყველა ეს მომენტი გადავიტანეთ, გაუძელით, მაგრამ ხომ ხედავთ, ფაშიზმი პიკს აღწევს. ამიტომ უნდა ვიბრძოლოთ. დღეს თქვენი აქ დგომა არის ბრძოლის ერთ-ერთი გამოვლინება. იმისათვის რომ დავამარცხოთ ეს ტერორი, უნდა გავერთიანდეთ. გავერთიანდეთ ყველა, აცრილი და აუცრელი.
დაშინებული და უშიშარი. ყველა ერთად მეგობრებო, იმიტომ რომ სხვანაირად ამ ტერორს ვერ დავამარცხებთ. არ უნდა გატყდეთ ფსიქოლოგიურად, უნდა გაუძლოთ თუნდაც იმ ვირუსს, იმიტომ რომ დარწმუნდით ალბათ ამ დროის განმავლობაში, რომ ეს არ არის მართლაც სიკვდილის ბუზი, რომელიც მოვა და დაგაჯდებათ. უამრავმა ადამიანმა, ასაკოვანმა, ქრონიკულად მოავადემ გადაიტანა ეს დაავადება, ჩვეულებრივ რიტმში ცხოვრებას აგრძელებს, თუმცა ამის საშუალებას არ აძლევენ. არ შეიძლება იძულებით ადამიანების ვაქცინაცია. ეს არ არის ვაქცინა, მეგობრებო. ამაზე ბევრი ჩვენმა მეგობრებმა, ჩვენმა გუნდმა არაერთი გადაცემა, არაერთი პუბლიკაცია მივუძღვენით ამას. ძალიან ბევრი ინფორმაცია ვრცელდება, უამრავი სიახლეა, რომელიც ადასტურებს იმას, რომ ეს ექსპერიმენტული პრეპარატები ვერ ამართლებს და უფრო მეტიც, ბევრად უფრო საშიშია, ხშირ შემთხვევაში მომაკვდინებელია ვიდრე ის ვირუსი, რომლითაც ასე გაშინებენ. ამიტომ უნდა იყოს მყარად, მედგრად, ფსიქიკურად ძლიერად და ვერავინ ვერ მოგერევათ, ვერც დაავადება, ვერც ვირუსი, ვერც ინფექცია. არ შეიძლება იძულებით შეუყვანო ადამიანს თუნდაც ის მაკურნებელი პრეპარატი. არ შეიძლება აიძულო ეშინია, რაც არ უნდა. ეს არის ტერორი და დღეს ჩვენი აქ დგომა არის ამის პროტესტის გამოხატულება. მე მჯერა, რომ ასე ერთად დგომით ჩვენ აუცილებლად დავამარცხებთ კოვიდ ფაშიზმს. გისურვებთ ყველას ჯანმრთელობას. მადლობა.